აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს IP საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის 2023 წელს დამტკიცებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობდა, ღია კონკურსის წესით 2 გამარჯვებული გამოვლინდა. პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხონის მუნიციპალიტეტის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან. დევნილი ბიზნეს სუბიექტების დაფინანსება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში დღეს ქალაქ ხონში ჩვენ დავაფინანსეთ 2 პროექტი. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით 40,000 ლარამდე დაჯდა, სადაც დაცახვდა 7 დევნილი და ჩვენი სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი პროექტების დაფინანსებას. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა ემსახურება ჩვენი დევნილი საზოგადოების სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩართულობას ყველა იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. და მინდა მადლობა გადაუხადო ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ესე აქტიურად არიან იმ პროგრამებში და ჩართულები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული შპს მაგის სერვისია, რომლის პროექტში მონაწილეობის მიზანით სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობა და არსებული ბიზნესის გაფართოება იყო. კომპანიას პროექტის ფარგლებში 3 სახეობის 5 საკერავი მანქანა გადაეცა. საწარმოში ადგილობრივ პირებთან ერთად 15 დევნილი პირია დასაქმებული. ხელშეკრულების თანახმად მაგის სერვის ეკისრება ვალდებულება არანაკლებ 3-5 აფხაზეთიდან დევნილი პირი დაასაქმოს. ვამზადებთ რბილი ავეჯს, ასევე საძინებლებს და ჭირდებოდა საკერავი მანქანები რბილი ავეჯის პირების დასამზადებლად. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ 5 გადმოგვცეს 5 საკერავი მანქანა და გეგმავთ, რომ უფრო გავაძლიეროთ, გავაფართოოთ, ვიმუშაოთ აგრეთვე სხვა ნედლეულზეც. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ძალიან გვერდში გვიდგანა და ეს აისახება როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე სხვადასხვა საგრანტო კონკურსებით და წარმატება უნდა მინდა უსურვოთ. პროექტ სილამაზის სახლის მოწყობის მეორე გამარჯვებული სალონ ბიუთი კლუბის დამფუძნებელი აფხაზეთიდან დევნილი ნათია ქობალია. პროექტის გამარჯვებული ვალდებულია დაასაქმოს 3 აფხაზეთიდან დევნილი და მიმდინარე წლის განმავლობაში უზრუნველყოს 2 დევნილის ან სოციალურად დაუცველი პირის სწავლება გადამზადება. სალონის სჭირდებოდა გაფართოება, სჭირდებოდა სიახლე, რაც დაუშვათ არ იყო რაიონში და ქალაქის ტერიტორიაზე და რისთვისაც ჩვენი ქალბატონები დადიან სხვა ქალაქებში. დავწერე ცხიმის საწვავ მოსაყინ აპარატზე განაცხადი, რაც დამიფინანსდა და წარმატებით, ჯერჯერობით წარმატებით მიდის ყველაფერი. ჩვენ ჩართულები ვიყავით საკონკურსო შერჩევაში, ხონის ზოგადად წარმატებული და მაღალი არის აქტივობა დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. ეს პროექტი ხონისთვის მის ეკონომიკური პოტენციალის დაშლით დევნილთა დასაქმებისთვის და საარსებო წყაროების შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. პროექტის ფარგლებში შესყიდული დანადგარებისა და ინვენტარის ოფიციალური გადაცემის ღონისძიებები მაგის სერვისის საწარმოში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევსა და ხონში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადა ჯუხარაძე და დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ბაჩანა ბასილაია ესწრებოდნენ.